არ შეგეშინდეთ. შუაგულთბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, ამოუცნობი არსება, უცხოპლანეტელი. ბარაბაშკა თუ რა არის, ჯერ არ ვიცით, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სახლს აწიოკებს ყრის ტანსაცმელს, ამტვრევს ყველაფერს, რაც ხელში მოხდება და კაწრავს კედლებს. ხომ მშვიდობა გაქვთ? მოგზადით, ხე შეგაწუხეთ. გამარჯობათ. რა ხდება, მომიყევით? ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ, აქ შეიძლება იყოს ის ბარაბაშკა? არის ხო? აქ არის ეხლა? კი არის. სკოლაში უკვე სექტემბრიდან აღარ უშვებდა ბავშვს, ასველებდა. როგორ ასველებდა? აი წყალს გამოვიდოდა დედიკო იტყოდა ესე. დასველებული ბავშვი. ხევდა კიდეც შარვალს რაც უნდა ჩაეცვა, ან უმალავდა შტაფის. ხეზე გადაყრიდა, ესე კი აღარ უშვებდა და ეხლა ამ სექტემბრიდან გაბრაზდა ძა. რამე სახელი თუ დაარქვით? წერს არის. ამან დაარქვა, დამიძახეო რადე ლუსია თუ ლუცია. ამას ეკონტაქტება იმ ხრივ წერს. და მეუღლე ეწევა სიგარეტს და კარგახანია დაუწერა, ნუ ეწევიო, არ მოწიო და ამან სად დაუწერა? კედლებზე წერია, ეგ ამოტვიფრა. მოდით ჩქარა, მე ვიცი, რომ გიას მოწევს არ წავალ. აი აქაც წერია, ეს ამოტვიფა და დაანებოს თავიო, ესე იგი. შენ არ გსიამოვნებს მამა რო სიგარეტს ეწევა? არ სიამოვნებს. არა. არც იმას არ სიამოვნებს, ხო? დედი გამოიღე ხმა. ელაპარაკები ხოლმე? მე ისე არ ელაპარაკებ, ფაწერს. შენც უწერ ხოლმე? ხო. და გია უყვარს ტკბილი ასე კიდე სულდეთ და რა თორე და დაუწერს რომ იყიდეთ მაროჟნი ასე ისე და მეოთხე წევრი ეს ხო უდევს უდევთ ხო ლუცის ლუცი და შეჭამს რომ შეხედა გამქრალი რა თქვა მე დირექტორთან რო თქვით და ის მოვიდეს ხან ჩანთას გაიკეთებდეს ხო ჩალაგებ და ციგნებს ჩავიდოდა პადეშით თქო ციგნები აღარა მაქვს ამოვიდოდა ჩანთით მე ზოგჯერ ვეჩხუბებოდით შეხვარი გონი რამე ასე მაგრამ ბავშვი ქონდათ ეჭვი რომ შეიძლება ბავშვი ეკეთებდა არა ქონდა მაგრამ ერთ შვენიერ დღეს დაიწყო სერვანიდან სუჭიქების ლეცა ერთი რამე მაინტერესებს მოახმოვანებ თქვენ აქ ზიხართ და ეს თვითონ მოდის? ხო იღება ის და თქვენ უყურებთ როგორ იღება? კი და ის დაფრინავდა ჭებშებ და ტყდებოდა და ამოწყდა ყველაფერი. ფანჯარაც გაწყდა ისე ჩვენ არ დამზიანებულ ვართ თუმცა პატარა ბავშვს მოხდა იქ. და არ გეშინია? ვაიმე რა ვიცი კი მე მეგონი შეეჩვიეთ. შევეჩვეთ ჩვენ თქვით კიდეც სხვაგან წავალთ თქვა მაგრამ წამოყვებითო. და არ გეშინია? ხავს დანახული? არა. თქვენ წეგან მითხარით მე რომ სახლიდან ყრის ტანსაცმელებს, თქვენ ტანსაცმელებს ხებზე იყო და მე ჩამოვაღებინეთ. ყვირილიც გვესმოდა. აი რაღაცას გაიკილებდა, ხან პატარა ბავშვით, ხან უფრო დიდი ღრიალი რაღაც ეს. და ღამე როგორ გძინა? ღამე ახლა არ გვაწუხებს, ისე იმათ გადაცემები უყვარს ზოგჯერისა და ჩემი გადაცემებს უყურებთ? კი, როგორ არა. იმედის მეც არაფერს არ უყურებ. ბარაბაშკა უყურებს მარტო იმედს, დედა რა აღავთნა. ეხლა უთხრა, 1-2 დღის წინ ბავშვს დაბადების დღეა 23-ში და რაღაც გამიწვეო რაც უყვარს, ბევრამე უყვარს ისე და წავალო. მამა უმრაო, აი მამაოს აზრი მაინც. სატანურიაო და ეშმაკისეულიაო და. და როგორ ეშმაკი ყავთ სახლში? ასე გითხრა. თუ გიფიქრიათ, თქვენი ნებართვით თუ შეიძლება აქ დაყენდეს სათვალთვალო კამერები, ამის შემდეგ თუ გამოჩნდება თქვენ გინდათ რომ დაყენდეთ? როგორ არ მინდა? შეიძლება 23-მდე რომ მოვიჩინოთ. 23 რა არის? იმიტომ წავა. შეიძლება წავიდეს და თუ შეიძლება 23-მდე მოვიჩინოთ. არ გინდა რომ წავიდეს? არა, როგორ არ მინდა წავიდეს, უბრალოდ 23-მდე მოვიჩინოთ. თვითონ გეუბნება? წავა, აღარ დაგჭირდება და თუ არ წავა, მე როგორ დავაყენოთ? ბავშვი თუ არის და ბავშვი დავუშვა დეზოში არამე? ბებია ჩემი ჩაიკეტა მარტო სახლში მე სხვაგან ვარ წასული. და შიგნიდან ჩაიკეტა კარები. ეგ ეხლა ნუ ასე მე ჩამეკეტა ერთხელ კარები. ყველაზე დიდი კონტაქტი თქვენთან აქვს, ხო? უწერს და ყველასთან აქვს კონტაქტი. ხო, რო დაწერს ეს ნახავს და იტყვის მოიცადეთ გაშლის, უსვეთ წაიკითხავს. ესე იგი 23-ში თქვენი დაბადების დღის შემდეგ
მოკლედ მე ვფიქრობ რომ აღარ მოვა. ჩვენც აღარ შეგვიძლია დავიღალეთ. ეხლა კედლების ის დაიწყო. აი ესენი მაგის გაკეთდა. ეს სუიმან გააკუთხა. ხო, ბავშვს უნდოდა სკოლაში წასვლა ეხლა ბოლოს და ეს ერთი კვირა არ გაუშვა. არ გაუშვა. თქვენი პასტით წერს, ხო? კი, ამის ხელს გავს ლიზიკოს. გავს, ხო? გეგონება მისი ნაწერი და თავი დაუნა ამას ხო, მაგრამ ნახეთ მიმსგავსებას მნიშვნელობა არა აქვს. ის ვისი ხელით არის მოსმული, აი ექსპერტი ამას ადგენს. ყავს 21 საუკუნის მეგობრებო, ეს შეუბანში ხო რომ გავდივარ და ბავშვი გიკეთებს მეუნებიან ზოგიერთ აღჯერა. ან როგორ აკეთებს ახლა გია. ადექი თქვათ ლიზიკო დგას ასე. მე ასე ვარ. ისეთნაირად წამომარტყავს, მგონია ლიზიმ გააკეთა. გამითხარით. ამას მეჩხუბებოდით ხოლმე ხო? რას მიშობეთ და რამდენი ასე რომ მე არა ვარ მამიკო. ესე იგი თვითონ გააკეთებს ისე. ვიღაცა მამაში ახალი კიდე გამომაგდო ფანჯდები. მე მასწავლებელმა გითხრა კიდე ისივლისო ფსიქოლოგიო. დედიკო ამან თქვა ფსიქოლოგია რომ მე ვიდესო თავში არ წამოვარდას რეალია და მაგრამ არ გაიქცესო ხო. ლიზიკო, ჩემო კარგო. ყველაზე მეტად როგორც მინდი შენთან შემოდის კონტაქტში. გააფრთხილე რომ აღარ მოვიდეს. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო.